გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერობა კარგო ხალხო. გამარჯობათ. მე და ბატონმა დავითმა ვიარეთ. ხო, უნდა მეთქვა რომ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA Georgia და ბორდილერი. USA Georgia-მ ჩართო მაგარი ოფცია ქვია მაგას. საიმიდან საბერძნეთიდან ჩამოვაქვთ ტვირთები. მოკლედ, ვიარეთ. იმეებით რა ქვია, მანქანებით, ზოგმა წაგვიყვანა, ზოგი დაგვეხმარა და აწყურში მოვედით. აწყურის ციხე მინდა განახოთ. ცოტა ვილაპარაკოთ აწყურის ციხეზე, სოფელი აწყურია. და რახან ციხე აქ არის, აწყურის ციხეც იმიტომ აქვია. აშენებულია დაფიქრეთ, აი ნახეთ. მე-6 საუკუნეში. და 1500 წელს მერე ოსმალებმა ჩაიგდეს ეს ციხე. და კაი ხან 1-3 საუკუნე იმათ ხელში იყო. მე ისევ ქართველების ხელში გადავიდა, მე ისევ ოსმალების ხელში. ეს გზა რასაც ხედავთ. ეს გზა მიდის ახალციხისკენ. აი ნახეთ, აქეთაც მთა არის. მეორე მხარეს აჩვენევანო. ანუ მტრის ხეობაში მოდის რა ეს გზა რა. ანუ მტერი და ოსმალი და უბედურობა ჩვენი მაშინდელი რაც მოდიოდა. აი ამ გზით შემოდიოდა, აი ესე. აქედან მოდიოდა და მიდიოდა ეგრე მე ბორჯომის ხეობა და ჩადიოდა ხაშურისკენ და უკვე ქართკახეთს აუხრებდნენ. ირანელები არა, ოსმალები. ეს ციხე აქ ვისაც ხელში ეკავა ეს ციხე. აქ გარნიზონი იდგა და შემოსასვლელს აკეტავდა. ამის იქით კიდე ერთი ის არის საყარაულო კოშკი, ან კოშკი როგორ პატარა ციხესაც, მაგრამ აქ ქარავნებიც გადიოდნენ. თუ იმათ ფულს არ გადაუხდიდი, აი ეგ იმათ რა ქვია. ამ ციხეში მეციხოვნეებს, ხო აქარავინ ვერ გაგატარებდა. ანუ სავაჭრო ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს, მარტო საბრძოლო არა. ეხლა მინდა მივიდეთ, აი მე და ბატონი დავითი, მივალ და შიგიდან მინდა გაჩვენო თვითონ ციხე როგორ არის მოწყობილი. თუ გაინტერესებთ, გააგრძელებთ ყურება და დავაწექით ბატონი. მოკლედ მოვედით. აი ეს არის უკვე აწყურის ციხე. ძალიან ესე შთამბეჭდავად გამოიყურება დაბლიდან. რანაირად ხო და კიდე რა უნდა მეთქვა რა, კინოებში რა ჩვენებენ, ციხეს იმაგრი რო წინ დიდი კარები რო აქვს და რო უტყავე რაღაცას და არ იქავდა შევანგრიოთ. ეგეთი რამეები იშვიათად ხდებოდა, ან კიდე ძალიან დიდი ძლიერი ქვეყანა უნდა ყოფილიყავი, რომ ეგეთი კარები დაგეყენებინა. როცა ძალიან საფრთხილო და სათუო იყო, აი ნახეთ. ციხის შესასვლელი არის აი აქ. თუ აქ მოხვარ, შეიძლება ამას გაუვაროთ და ვერ შეამჩნიოთ. იმ ხელა ციხეში არის აი შესასვლელი. ანუ მოდი ახლა ბატონო დავჩენიარე. ანუ ნახეთ რა, ეს თაღი იქით ჩაქცეულია. აი გავიდეთ. ეს თაღი მიდიოდა და სულ იყო გადახურული. ანუ ხო წარმოგიდგენიათ აქ ბრძოლა რომ მომხდარიყო რა იქნებოდა. კარგი, ანუ საომრად იყო, კაი ციხე, იმიტომ რომ ნახე. ხო, თავი რო დაგე. ზემოდან ქვებს ლოდებს. აი ამას, ხო, უყურეთ. ზემოდან აი ეთყობა კიდევაც, სულ იყო გადაფარებული რა. ამიტომ გვირაბში გიწოდა გაძრომა. ამ გვირაბში ვინ დაგხვდებოდა კიდე? მომესმინე, ჩემი აზრით ეს არის ძალიან კაი, ნახე. აი მტერი რო ჯერ აქამდე იქნებოდა. დიდი ლოდები რო ქონოდა, ჩამოაგორებდი და ვერ ამოვიდოდნენ. ო, თან რა არის, იცი? ამ ციხეს მეტი შესასვლელი არ აქვს. ფუყარს რაღაცა. აუ რა გრილა აქვს. ოპერატორს მიეხმარე. მაინც ხელი მომი. აი. აქ ეს გვირაბი აღარ არის ჩამოქცეული. და ბოლოს ეხლა მე ყარა მაღანთელი არა ვარ და ეს რა ხეა? ერთი მეტრო შემოსასვლელია. აი ეხლა უკვე ციხეში ვარ. გააგრძელე სია. მომზადით. დადი. მომყევით. აი ხო წარმოგიდგენიათ. მოდი აქა. ამან ვაი შემოსასვლელი გადაიღე. მიტრიალდი. ზაღიპიანებმა თავი შეიკავეთ. აი კადემის შემოსასვლელი ეს პატარა ნახრეტი იყო. ესენი სათოფურებია ესენი სულ ზემოთ.
ესე სათოფურებია და ჩამოშილი აქვს სართულები იყო. ხო, ხედავ. მოკლედ ეხა წარმოვიდიერეთ. ამოდივართ. ზემოდან არავინ არაფერს არ გვესწრის. ეს რა არის? ჰა? შეიძლება ლოდებს ინახავთ მე. იმოძრავე. აკევი ბილიქს. მთელი მტკვრის ხეობას აკონტროლებდა ეს ციხე. ჰუ. აგე კიდე სათოფურები. ჰა? აგე კიდე სათოფურები. შესასვლელი არის აქედან. ბატონ დავით. რა? ძალიან ფრთხილად იყავი რა. კარგი. შეძლებ გადმოსვლას? არა, ეგრე მიდიხარ ახლა. მაინც კაი გაჩერიც მანდა. აქედან არის ასასვლელი. ავიდეთ. არა, ჩამონგრეულია. მოგე და იქ არის კარები, აი. ავიდეთ. ჰა? მეშინია რომ ბატონმა დავითმა მე კი ავალ. ნუ გეშინია. შენი მეშინია კაცო არ დამიგორდე. ანუ აი ესეთი ფრიალო ასასვლელია რა აქედან რა. და შიგნით არის შესასვლელი. სამწუხაროდ არ უნდა წამოგეღო ეგ ჩანთა დაგეტოვებინა რა. როცა ესეთ სიკვდილებზე დადიხარ. ბათინკები არ უნდა გეცოს და შენ ბათინკები გაცვია. ჯო მე არ სუნკამა გაიჯი ტვირთი არა მაქვს ავიღებ და ეგრევე შევალ. მეშინია რომ გადმოხვიდე გაიგე რომ ფეხი აგისრიალდეს მე რა ვქნა. მარტო წავიდე? რა უწადი მე. მაინც აბავცდი. ადონი დავით თუ ვერ ამოვიყვანე, არ მიიღს ეგეთი რამის გაკეთება რა. მოკლედ, აი უყურეთ ის კედელი. ახლა მოიტანე ეგა კამერა. მე მომიცი. მოდი. თხილად ვანო არ დაგორდი თორე. აჰა. ანუ აი ასასვლელი არის აი ესეთი. აი დრონი რო ქონოდა კაი იქნება. აი დრონი არა ყოსუდია. ანუ აი ეს კედელი და აი ეს მეორე კედელი რომელიც დაბლა არის. არის ციხესიმაგრის პირველი წყება. ამ წყების იქით კიდე მეორე კედელია. და შიგნით არის უკვე თვითონ ციხე. ასასვლელი არის ყოვლად მოუწყობელი, მიუდგომელი. თუ არის გაკეთებული სადმე ცოტა სხვანაირი ასასვლელი, ახლა იქიდანაც ავნახავ. მაგრამ ციხეში იყო აქედან შემოსასვლელი რა. არ მინდა გავრისყორო ესეთ ქარაფებზე და რაღაცა. ბატონი დავითი ავიყვანო რა. ყველა ვარიანტი. აი ციხე შიგნიდან წარმოიდგინეთ რომ ამას სართულები ქონდა აი აქ, აი ნახვერტები რო ეთყობა. ეგენი სათოფურები და ქვემოთ ის იყო გაკეთებული. ბილიკები იყო გაკეთებული. და მერე ჩამოშილი აი ეს ხეები როა კიდე ჩარჩენილი. თელ მტკვრის ხეობას აკონტროლებს. ხო და თუ სხვა ასასვლელი აქვს, ეხლა მოვძებნი მეორე მხრიდან მოვლი. თუ არა, მთელი ციხე აი ეს იქნება, რაც გადავიღეთ და კიდე რა უნდა მეთქვა, ხო აწყურში არის კიდე აბანო. ანუ მეციხოვნებს ქონდათ აბანო მოწყობილი, ხა ციხეები ძალიან ბევრ ქვეყნებშია და ეკლესიებიც, მაგრამ აი აბანო ესე მდგომარეობა შემორჩენილი, იშვიათი ეხლა ისე უკან დავეშვებით. აკე? დადი მოჩალე, თხილად ოღონდ. ეხლა რა გისრიალდეს.
არა გვარი. მოგეთ ეხლა ისევ დავტოვებ ამას. ციხეს. გაჩვენებთ აი თვითონ ეხლა ზემოდან კიდე სხვანაირად იქნება რა, სხვანაირად აჩანს. აი ესე. ისევ გამოდივართ. ის ნახე. გვერდზე. რა. ეს ბილიკი მაინც არ ჩახვიდე. ეს ბილიკი ეს კედელი გაყვებოდა ამას რა. ძალიან ისია მიხლართული გაკეთებული, ეხლა ნახე წამოდაბლა ჩავიდეთ. არის მეორე მოსასვლელი. ეს ბუხარი იყო, ხა? არის მეორე მოსასვლელი. არა, ნუ ნახეთ რა თვითონ ციხე. ამოსასვლელი როგორი? ის იყო რა ქვია, რთული. რომ ტერი ამ ციხეში ტერი არა ჩვენ ვერ ავდივარ. უნდა შემოსულიყო აი ამ პატარა სოროდან. ეხლა გარეთ რო 10,000-ია, 20,000 კაცი ყოფილიყო. აი ამ ამოსასვლელში მარტო ერთი კაცი ეტევა. ანუ ფრთხილად რამე ის არ მოიწიო. აი აქ ნახეთ თან თოფურები აქედან. აქედან თოფებს გადაყოფდნენ, ესროდნენ და აი შეხედეთ, მე ვარ სადაც მეტრა 74. აი ეს ამოსასვლელი იქნება დაახლოებით 1 მეტრი. შეიძლება 1.20 მეტრი ამოსასვლელი. ჩადი ბატონო დავით, ფრთხილად იყავი. ჩავეპუზო. და მე მიგიწევთ აი ამ გვირაბში ჩამოსვლა. მიგიწევთ თუ მოგიწევთ? მოგიწევთ ხო რა. აჰა. და ეს გვირაბი მთლიანად ბატონო დავით, ეხლა ჩავიდეთ. მინდა ის აბანო გაჩვენოთ რა. კარგად არის. აბანოდან არის ამოსასვლელი? ჰა? აბანოდან არის ამოსასვლელი. აბანო არის თვითონ სოფელში. ჩავიდეთ ვნახოთ. საწყენია რომ ვერ ავედით, მაგრამ არა უშავს. მე მაინც ავარ მარაზრი. რო გაიზები მე რეადი. მე ასული ვარ, შიგნიდან ნანახი ვარ. მე არა უშავს, ეთქელაც იქნება დროს ვიშოვნით და დედას უტირებთ. მოკლედ მეგობრებო, ეს ადგილი დაიმახსოვრეთ, აქედანა რეასველი, ახლა წავიდეთ. სხვა ადგილი მოძებნოთ, თუ არის ესასველი, თუ არ არის ასასველი, წავიდეთ და აბანოს გაჩვენებთ. აქ თუ მოხვათ აწყურში, აუცილებლად ის ადგილი მოინახულეთ, სადაც აბანოა. გარშემო უარეთ და სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ აი იქ. აი კედელში არის ღიობი რა. აი მანდ იქნება შესასვლელი. ეხლა წავალთ მე და ბატონი დავით და ვეცდებით რომ კედელში გადავდროთ და თუ რამე ხელით აქწევ და აგაგდებ. კარგი? და შენ? მე ბიჭო ჯარისკაცი ვარ. გულზე ქვას დავიდებ და ამოხტები. კაი ბილიქს ავყვეთ. ბატონმა დავითმა ბილიქს აყევითო. ავყვეთ. აჰა, ვნახოთ. ამას რამოდენიმე წყება კედელი ერტყა რა. აი საინტერესოა შიგნიდან. შესასვლელი ესე არის ბილიკი. წამოდი. ცოტა ჯანზე უნდა იყოს აქ თუ მოხვალთ. ესეთ რამეებს თუ გაიმეორებთ. მანუ ნელა ვივლი. აჰა. ნელა მივალთ ახლა. უშუალოდ იმაზე ვართ, რა ქვია. ციხის კედლის ქვეშ. ბატონო დავით, ფრთხილად აქ იშლება. შენი. რა და ქარი რო უბერავს. თელის ზემოთ მოაქვს.
ჰა? შენ ხელში რაღაცები შემერჩო. ბიჭო ხელი მომიცე. აძვე. ინი ხელი არაფერს არ მოგიდე, შეხედა თქვი რას ახედავ. რა ხდება? მოზები არის გაყრილი და იქითა კარი. არის ასასვლელი? მაიც. მაგრამ ვიღაცა მოვიდა მაინც და ბოთლი და. რა დააგდო? მოგლეთ მეგობრებო, ამოვწერით სამწუხაროდ ბატონ ივანო ჩაგვესნა, იმიტომ რომ ადამიანებმა იკეთა კარი. წონა აქვს. ცოტა ისეთი. აი აქედან არის ძველი ასასვლელი. და ეხლა ავალთ აქედან კარები ჩანს. მოკლედ ბატონ დავით, წადი, ბატონ ჩვენო ვართ. ოპერატორი ჩაგვესნა. აჰა. სადა? ჰა? კარგია, კიდე. აი კიდე ამასთან შედარებით. ო, კიბი არის. ეხლა გვინდა ჩვენ სათოფურები. ეხლა ნახეთ. აი იქიდან არის ამოსასვლელი. და სულ მოხეული კიბეებია და ამას ქვია საფორტიფიკაციო ნაგებობები. ანუ დედაციხის კედელი ეს არის. არა, მამა ციხე. ეს კოშკია. მიდი აბა წადი იარე. ჰუ. არა, სიმაღლის არა ეხლა. თლათ აი თვითონ კოშკი. აი დაბლა სორვა მოსასვლელი. რა? სადა კაცო? მან დაბლა იყურე არ გადავარდი. მიდი. ძალიან ღრმა ჩასავარდნი აი ხაი. წადი. მაიცა. გაყევი კიდეს, მიდი. მაიცა დედაციხეში ვერ შევდივართ. აი ხარი ამოტეხილი რა. კიბი არის ბატონო დავით. ჰა? ამა წადი. ახლა მივიდეთ. ანუ აი წარმოიდგინეთ რა, ეს არის მთავარი ციხის კედელი. ეს დამხმარე კედელია. წადი აბა ზემოთ გავიხედოთ. მოკლედ ტურისტებზე ეს არ არის გათვალისწინებული. თუ ყიზილბაშები არ შემოგვესივნენ, აი იქაც სათოფურია. მიდი აბა წადი. ამა ვარა. კაცო, ასულ თავად, მაგრამ მე შეხო უნდა ჩამოგიყვანო. აი იქიდან არის ასასვლელი რა და აი ეს ღინწლიანი კიბე გდია. აქ რემონტი არ მიდის. უბრალოდ როგორც ეთქობა მიდიოდა, გაჩერებულია. იმედია მე გააკეთებენ რა ტურისტებისთვის, რომ აქ მოვიდნენ, მაგრამ ვერ მივდივარ რა ტურისტები. და თუ გამწარდით ავალთ, მაგრამ რა ძალა. მიდი წინი მოძრავის. ჩავიდეთ. ნუ ყველა ვარიანტი პირველი ზღუდე მაინც გაჩვენეთ რა. ხო, მიდი. კიბი არა, ხა თუ წამოხვალთ მაინც ადამიანს ექსტრემალური რამეები მოგწონთ. თოკი წამოიღეთ.
ერთი კაცი ცოტა ეგეთი ხულიკივით აძურება იემოძრავე. თოქ ჩამოაგდებს და მე იმ თოკით უკან წახვალთ. ნუ წარმომიდგენი აქ რთული იქნებოდა ბრძოლა. ჯერ მარტო აი მაშინ შემოღწევა. ხილაც ბატონო დავით კედელი არის. ახლა ნახეთ რა რამხელა შესაუარნია. და ეს ითვლება პირველ ზღუდით. და მეორე ზღუდი არის აი ზემოთ. ნამყოფი ხარ მეორე. კი ზემოდან ვარ ნამყოფი. მინდი კედელი არის ვარ ჩავარდი. ჰა? ოკაი, ხო. თუ სიმაღლის გეშინიათ არ გარისკოთ აქ ჩამოსვლა. მინდი სად არის გასასვლელი? მე რა რო გასასვლელი ამ მეორე ზღუდის კედელში ვერ შევალთ მაინც. ჰა? უბრალოდ თავიდეთ და არის გადასავარნია უეჭველი ვიცი. მიდი ჩავიდა დაბლა. გოლი არის. ბიჭო, მგონიაზე არ არის, ნამყოფი 12 კი გითხარი. აჰა. აი, გამორბი ხართ. აი, მსოროდან და ზემოდან ხდება ესეთი რაღაცა. კიდე თავზე გიტყავ, კედელზე ვერ გადმოვა, იმიტომ რომ შანსი არ არის, ძალიან მაღალია. რავი, იქ 12-14 მეტრი იქნება. და ერთი პატარა სორო, იქიდან ხო გაჩვენეთ სორო. აქედანაც ეგეთი რაღაცა. არადა როგორ მინდოდა იცი? რა გინდოთ? აჰა, ხილად. ეს არის კოშკი თვითონ. საბრძოლო კოშკია, რომელიც შემოსავალს იცავდა და აი აქ ნახორტები როჩას. მან არა გადებული იყო ისინი, რა ქვია, მორები და მეორე სართული და მესამე სართული იყო. სათოფურები აქეთ მხარეს აქ, აი დიდები როა. მინდი ჩადი ცოტა ფრთხილად. აჰა. მან ხო იწერა მიწა ძალიან იგრა. აი შემოსასვლელი არის აი ესეთი. პატარა, აი ბატონი დავითი გასწორდება წელში იმართები? ნუ ბატონი დავითის სიმაღლე ის არის შემოსასვლელი. ესეა. ხო, აი ჩადი. მოგეთ მეგობრებო, ეხლა წავიდეთ. და ის ვნახოთ რა ქვია. აბანო მინდა აუცილებლად გაჩვენოთ. შეიძლება ცოტა დიდი ვიდეო გამოვიდეს, მაგრამ აბანოს ნახება მინდა აუცილებლად. წავიდით ეხლა ბატონო დავით. მიდი ახლა მიშული მივატყე. გაჩერდი? მომეკამერა. ხო არ დავარდე რა, ამეთ იღებს ეხლა. შენი რომ წელში გადავტყ. აპა, ჰა? რა იყო? იღებს კამერა. აჰა. ხილა ჩადი ახლა ხო იცის მიწა იმაში. აი ესია თვითონ ეს კოშკი. და ზემოდან გვიყურებს სათოფური ვერაგულად. აი ეს. მოგეთ მეგობრებო. აი ხარი აწურის ციხე. აქ კვარზე ხიდი გადადის. ხიდზე რო გადმოხვალთ ხელ მარჯვნივ. არის აი ესეთი შენობა რა. აი ზემოთ გუმბათი აქვს. და სამწუხაროდ დაკეტილია. ეს არის ალბათ მე-15 საუკუნის აბანო. ვეღაცისაა? აი ორნამენტიანი ისე წამოა იქით ეს აბანო. ეს აბანო მიდი აქ რაღაცა გზის რეაბილიტაცია მიდის რა. მინდა რომ შიგნით შეგახედოთ ეს აბანო მიდის ესე. აგე. აი რაღაცა ერთი დირკ. შესასვლელივით არის რა და თუ შიგნით აგე. რაღაცა საომაით საწყობივით იყენებ. არის? ქვემო. ნახოთ. ჰა? ძაღლი? მე რა იარაღი მაქვს და ასე შემდეგ. მოდი. ეხლა ვართ ძველ აბანოში. უბრალოდ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ საწყობად გადაექცა. ხო, მოდი ახლა. ეს ხდება სოფელ აწყოში. ეს არის ჩვენი ისტორია, რომელიც არ ვიცი, ვიღაცას აქვს ალბათ ეს აღებული. კი, ვეჭველი. მაიცა შუქია მანთო. აი ესეთი რაღაცა, შეხედეთ. შიგნიდან უნიკალური ისტორიული ძეგლია.
ავიქეთ. აი მოდი აბა აქეთ ეს შევხედოთ. თავარი აბანოა ალბათ. არა. ვანო კამერა შეახედე რა. აქაც გუმბათებია, ნახეთ. ხილად. რა მხელა ხედე. ბიჭო, აქ ალბათ ერთი 100 კაცი, 100 არა, მათი 30-40 კაცი ეს ბოლოს იბანოდა. ნომრები ვით არის გაკეთებული რა. თაღებია გაკეთებული. აქაც არის. შემიძლია შევიდე. ხო და აი ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არის საღორეთ ნაქცევი, საწყობად. აი ეგ ნახრეტები რო თუ ხედავთ, აი ეგ ნახრეტები. 4-ვე მხარეს ახლა 4 თლი გასულიყო ალბათ, ან 4 თლი შემოსული იყო ეგეც არის. აქედან გავალთ ეს. ბიჭო, კი გავალთ, მაგრამ რა ვიცი, ამეებზე უნდა ვიძრომე. აჰა, მოდი, შევიდე და ბარემ ბოლომდე ვნახოთ რა ხდება. რატომაც არა? მოდი. ანუ ხო შეიძლება. არ იყოს გამოწეული. ისევ არ შემერჩა. ესე. ვაუ. მოდი. ოჩაღამის პატრონს. აი ბატონო და თახნახი რა არის მიჭობილი? აი ეს აი. მე კარების? ანუ ესეც მიწით არის ამოვსებული. თაღი იყო. ეს არის ძირითადი დარბაზი. ნახეთ. ნახეთ რა მაგარი რაღაცა გვაქვს ქართველებს. უბრალოდ კი არა გვაქვს, ოხრათ აქ ჩება რა. აი რავი, რო აღიქვა თვითონ რამხელა მე აიქ დავდგები. ძალიან დიდია. აი აქ დავდგები და აქაც მოაგნეს აი ხო წარმოგიდგენიათ რამხელა ფართობია რა და ზემოთ. ეს ნახე ხავსები და ისინი რო. უძველესი აბანო, რომელიც ჩვენ და სამარცხვინოთ აი ჯიგარში რომ მუშტებს იწავენ, ვინა ჩვენი სამშობლო ჩვენი ისა. აი ეს არის აი ძალიან მაგარი, აი რა ვიცი. ადამიანს ნერვები ამას გონი აწოლები თათრის აბანოსაც ეძახ, იმიტომ რომ ოსმალების ხელში იყო დიდი ხანი, მე ისევ ქართველებში გადმოვიდა. სულ ხავსებია ნახე. წყალი ჩამოდი შვილო, მიგდებულია, აი ეს ნახე. ჭურჭელი, ნაგავი, 1000 უბედურობა ყრია. მოკლედ, ქართველებო, თუ ვინმე ხართ ისეთი, ვისაც ეს ხელ გეწიფებათ, რომ ამას ახმა მიაზვინოთ ან რაღაცა, აი აწურის ციხის შემდეგ ძალიან. ნახე. სადა? სულ ზემოთ. ო რა ორთქლი რო გასულიყო რა. თან ნახე სო აგურით არის. გუმბათოვანი აი ესეთი აგურით აშენებული, მე აი მხელა პირველად ვნახე. კაი, წამოდი. აქ მე რაღაცა, ეხა ხო საწყობია და საღორიაში მოწყობილი და ამა აქ რა არის. აქ ნახე რა. აი ხო პატარა ადგილია, მაგრამ აქაც კი გუმბათი გაუკეთებია და გასასვლელი, ისი, აი რა ქვია, ორთქლის. მე გადაკეთებული, გადმოკეთებული ისევ 1000-ნაირად. აქ რავი რაღაც ბოთლებსაც იბარებდნენ მე მოდი ბატონო დავით. აქეთ წამოდი. ეს ისინი აქ ნახე ადგურები ესე. ო. ნი. აი რატომ არა? ხალხო რო ჩვენ აი ესეთი სიმდიდრე გვიგდია ნაგავზე. ალბათ არ აღჭირდება. ან არ ვიცი რა. ან ჩვენ აღჭირს ქართველებს რაღაცა უბედურება. აი ეს თრილი ქვით არის გაკეთებული. კაი ბატონო დავით დაანები. აქ ბოთლები ყრია. აქ გასათხელით არის და მისაღი ეს საერთოდ ჩამოქცევა. იქით კიდეა ოთახი. ო ეს სულ გაყოლებაზე არის. მოდი. ფანჯარა არის. აი აქეთ აი ეს ჩამოქცეულია სუნთლიანად. აჰა. მოდი აბა ამას კიდე გავუკვეთ იქით ტრაქტორით, საგან ეს ტრაქტორი რო აქ ამუშაობს, არ ამგონია რომ ამ ძეგლს აბა ესეც ახლა ახალი ჩამონგრეული. ამა ვნახოთ იქით ხარეს. ანუ მთელი აბანო, აი ეს გუმბათი აქ, ეს ნახე. ანუ ეს არის ყველაზე დიდი. აი ეს გუმბათი იმ დიდი დარბაზისა იყო, იქით აწყურის ციხე ჩანს. აქეთ ტრაქტორი ჩანს. ტრაქტორი ჩანს. ოდა სადღაც აი აქ მთავრდება უკვე. და ბოლღაც. სიგრძით იქნება ალბათ ერთი 15 ან 20 მეტრი. ნახე, ჩვენ რა ქვია, ბოთლები რო ეყარ, რო გითხარი, ხო იცი? იქით ფანჯარა იყო და კიდე იყო ოთახი. ო, აი აქეთ ხარ ეს იყო ოთახი. მოგეთ მეგობრებო.
აი ესეთ როგორ ვთქვა რა, საწყენ ნოტაზე მინდა დავამთავრო ეს ჩვენი ვიდეო. ციხე კი გაჩვენეთ, ყველა ვარიანტში ვეცადეთ, რომ ციხეც ბოლომდე ვერ ხო, რომ გვეჩვენებინა, მაგრამ სამწუხაროა, რომ აი ესეთი მაგარი რაღაცა, ნაგვად გიგიდი. აი ესე ნაგვად არის და ინგრევა და ნადგურდება. ალბათ 5-6 წელიწადში მით უმეტეს თუ ესეთი მძიმე ტექნიკა მუშაობს, აქაურობას დიდად ცეტირება. ამით გამოგემშვიდობით მეგობრებო, იმედია მოგეწონა ჩვენთან მოგზაურობა. თუ საშუალება გქონდა მე და ბატონი დავითი კიდეც ვიმუშავებთ, თუ დრონი ვიშოვნეთ. ხომსა თუ კეთილი ზემოდან გადავეკეთ ხოლმე. გამოგემშვიდობით, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. ჩარი არ